აი ეს აჭარა. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი საზღვაო ქალაქია, ბათუმის ნახვა შეგვიძლია უძველეს საზღვაო თემატიკის ეგრეთ წოდებული პორტოლანის ტიპის რუკებზე. ბათუმის აღნიშვნა ამ რუკებზე არ არის დღევანდელი სახელწოდებით, არა ბათუმი, არამედ აღნიშნულია უატი, ვატი, ლონატი, ელვატი. 1716 წლიდან ბათუმი როგორც ქალაქის სახელი ასე შემოდის. საინტერესო ამბავი არის ის, რომ ჩვენ იმ წამიდანვე ვჩდებით ევროპულ რუკებზე, რა წამსაც ევროპელები რუკების შექმნას იწყებენ. 1321 წლიდან ევროპულ კარტოგრაფიაში ჩნდება ჯორჯია, საქართველოს ყველაზე გავრცელებული აღნიშვნა, ეს არის პიეტრო ვესკონტეს რუკა, ცნობილი და ეს არის ერთგვარი დაბადების მოწმობა ჯორჯიისა ევროპულ კარტოგრაფიაში. ევროპულ რუკებზე, როგორც წესი, ჯორჯია საქართველოსთან ერთად მთელ რიგ შემთხვევებში აღნიშნავდა მთელს რეგიონს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ჩვენ თავად ჩვენი კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში. სულხან საბას ქართველი თავადის მონაწილეობით. განსაკუთრებული მაგალითი ეს არის სულხან საბა ორბელიანი, ვინც ერთადერთი ქართველია, ვინც ევროპულ რუკებზე, რუკის ლეგენდებში არის აღნიშნული საკუთარი სახელით და მეორე ეს არის ვახუშტი ბატონიშვილი, ვისი დამსახურებითაც ევროპულ კარტოგრაფიაში ქართული ტოპონიმიკა შედის. მაგალითად ჩნდება ესეთი ტერმინები, როგორიც არის ზემო ქართლი, აფხაზეთი, აფხაზები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ისევე ვართ ევროპის ნაწილი, როგორც დანარჩენი ევროპა.